თეთრი მთვარე სასწორი ზოდიაქოში როგორ ავლენს თავს. სასწორი ჩვენთან რა არის ასტროლოგიაში? ეს არის ურთიერთობები, ეს არის პარტნიორული ურთიერთობები, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის სილამაზე და ჰარმონია და აქაც იძლევა შავი მთვარე, ცოტა ამოყირავებას ამ გაგებების და თეთრი მთვარე პირიქით ზედმეტად კონცენტრირებას აი ამ რაღაც სილამაზეზე, ესთეტიზმზე. შავი მთვარესაც და თეთრი მთვარესაც იგივე ახასიათებს, ოღონდ შავი მთვარე აქ ცოტა ტრამბულად მიდის, მერე თეთრ მთვარეს უყურებთ. ადამიანი არის აი ბუნებრივად მოდის ამ ადამიანისგან შარმი, სილამაზე, ესთეტიზმი, დიპლომატიურობა. ეს არის ადამიანი, რომელშიც რაღაცა სამყაროსეული ჰარმონია ცხოვრობს თითქოს. ალენ დელონს ყავდა სელენამ თეთრი მთვარე მაგალითად სასწორში, ბრედ პიტს ყავს თეთრი მთვარე სასწორში. რაღაც სხვა ესთეტიზმს ავლენენ. უბრალოდ სასწორი როცა არის ნათელი კარმა, ხო? ესენი მოდაში ძალიან კარგად არიან, საზოგადოებას უყვარს მაგალითად, ძალიან ესთეტურები არიან, დიპლომატები არიან და ესოთერული, ფსიქოლოგიური კუთხით ორივე რო ჩავთოთ, ახლა ილია ჭავჭავაძე იყო მაგალითად სელენა სასწორი, მისი გვარი შეიძლება იყოს რაღაც აი ესეთი ან დიდგვაროვანი, ან მაღალი საზოგადოების წევრი, ან თანასწორობა იყო რაღაცნაირი, აი რაც განსხვავდება პირიქით შავი მთვარე სასწორისგან, უთანასწორობა იყო ოჯახში, შეიძლება გაყვა მაღალი ფენის წარმომადგენელს ხალი და ან პირიქით დაბალი ფენის და აი ამ ოჯახურმა უთანასწორობამ იქნებოდა ეს სოციალური უთანასწორობა, გვარი შვილი უთანასწორობა თუ მენტალური უთანასწორობა მაგალითად, ხო, ან ისეთ ფსიქოლოგიური უთანასწორობა. აი ეს იძლევა შინაგანად გახლეჩილ უთანასწორობის შეგრძნებას. არ არის შინაგანი ჰარმონია და წონასწორობა შავი მთვარის შემთხვევაში, თეთრი მთვარის შემთხვევაში პირიქით ეს არის შინაგანი მუდმივი ბალანსი. თუნდაც უთანასწორო ურთიერთობაში შევიდნენ, თანასწორობას იცავენ რაღაცნაირად, ხო, აი შინაგან ბალანსში არიან ხოლმე თუნდაც ესეთ ურთიერთობაშიც და ეს სელენაზე ვამბობთ, რომ ეს არის ნიჭი, ეს არის დიდი უნარები, მაგალითად, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერც ვხედავდეთ და ამ დროს რამხელა ძალა შეიძლება მასში იყოს, ხო? ეს არის ქალური ენერგეტიკული ველი, სასწორი, ეს არის ქალური არქეტიპი სიმშვიდის, კოსმიური სიმშვიდე არის აქ ახსნილი. ეს არის შინაგანი ბალანსი, ქალური ენერგეტიკა სუფთა, რომელიც კოსმოსში ძველი სამყაროში არის ეს ქალური ენერგეტიკა. და როგორც კი აი ამ სიმშვიდის ვიბრაციაში გადიან ხოლმე, ამ ქალური არქეტიპის ვიბრაციაში გადიან, ძალას იღებენ თითქოს შინაგან სელენას შემთხვევაში.